დღეს ექიმები თქვენს ბავშვებს ვირუსებთან ბრძოლას ასწავლიან. შორის რომელი ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ავადმყოფი. დააღწიეთ თავი ქერტლს ექიმების რჩევების მიხედვით. ამ შემთხვევაში ადამიანი ყოველდღე უნდა დაიბანოს თავს. სპეციალური სტუმარი გოჩა თანდარაშვილი. ვიხარი მართლა გიყვარს ესე ჭამა. რატომ არ სუქდება ზოგი ადამიანი ბევრი ჭამის მიუხედავად? ჭია ყავს. გაიგეთ ყველაფერი ბრეკეტების შესახებ. ლამაზი მოხდენილი ხიმი ნაგვად მნიშვნელოვანია. ყავა თუ ჩაი? აბა ვის რომელი გიჩვენია? დღეს ექიმები ყველაზე პოპულარულ კითხვას პასუხობენ. გამარჯობა, დღეს კვირა საღამოა და ექიმები ეთერში ბრუნდება. და დღეს მე, ნინო, დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ბოლო კვირების ყველაზე სენსაციური ამბავი, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა რა არის? წყალი მარსზე. მართალია. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტომ NASA-მ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ მარსზე არსებობს წყალი თხევად მდგომარეობაში. ამან უამრავი დამატებითი შეკითხვა წამოჭრა, ზოგი ფიქრობს, რომ წყლის არსებობა ნიშნავს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს და ასე შემდეგ. კიდე ესეთი შეკითხვაც გაჩნდა, ვინ აიტანა? თავარი შეკითხვა, მაგრამ მე კიდე უფრო სხვა შეკითხვა მაქვს. მარსზე არსებული წყალი ისმება თუ არა? საინტერესო კითხვა ნამდვილად, ამაზე არ მიფიქრია. როდესაც ქვეყანაში ისეთი წყაროს წყალი გვაქვს, როგორიც არის ბახმარო, სირცხვილია მარსზე წახვიდე წყლის დასალევად. რატო სირცხვილი? წაიღე ერთი ბოთლი. იქნება და იქ ბახმარო შეოვერე, კავკასიის მთების წყალი მარსზე. გენიალურია. ეს საჭირო რომ გახდეს, რომ გავარკვიოთ მარსზე წყალი დაილევა არ დაილევა, წახვალთ რომელიმე გასასინჯად. იცი რა, მე აქაც ძალიან კარგად ვგზნობ თავს. მგზავრობას ვერ იტან? არ მიყვარს ახლა დიდი კოსმიური მგზავრობები, ამიტომ ნინოს აქვს სურვილი და მე მგონი ნინო გავუშვათ. რა სიტყვა? კი, წავალ. წავალ. ნინო თანახმა არის, ამიტომ არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი გადაცემა ექიმებს მარსიდან წაიყვანს ნინო ჩოგოვაძე. ყოველ წელს როგორც კი აციუდება, ჩემი ტელეფონი იწყებს რეკვას და გაზაფხულამდე აღარ ჩერდება. იცით, ლევანი ექიმო ბავშვი ცოტა ავად არის, აციუდა, ახველებს სურდო აქვს, რა ვქნა, გაუშვა თუ არა საბავშვო ბაღში, გაუშვა თუ არა სკოლაში და აი ესეთი უამრავი შეკითხვა არის, რომელიც არასდროს აღარ მთავრდება. ამიტომ დღევანდელ გადაცემაში შევეცდები, რომ თქვენ რამდენიმე შეკითხვას გავცე პასუხი. მაგრამ დღეს მე მარტო არ ვიქნები, ჩემს დასახმარებლად ძალიან ლამაზი და საყვარელი დები მოვიდნენ, გთხოვთ მიესალმოთ ელენე, ანანო და ლიკუნა მრელაშვილები. გამარჯობა ხაბარები, მოგზაურობთ, გამარჯობა. შენ ჩამომართე. ის ხელი ჩამომართე მარჯვენა. აი, მარცხენა ჩამომართე. მოდი ჩემთან დაჯექი, შენ კარგი? აბა პატარებო, გაგვიცანით, აბა გითხარით თქვენი სახელები შე რა ქვია? მე ელენე ვქვია. ელენე, შენ? მე ანანო. შენ პატარა? ნიკუნა. ლიკუნა, რამდენი წლის ხარ? 3. ძალიან საყვარელი ვიღაცა ხარ შენ. თქვენ? მე 9-ის. მე 7-ის და 4 დღეში 8-ის. თითქმის 8 წლის ხარ უკვე. აბა მითხარით, ეხლა თქვენ შორის რომელი ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ავადმყოფი? ეს მე და ლიკუნა. შენ და ლიკუნა. ეს ორი. ეს ორი, შენ არა. რა ხდება ხოლმე ავად რო ხართ ხოლმე, დედიკო როგორ იქცევა, ეგ მაინტერესებს. გვასმევს თაფლიან ვიწეს. ინგალაციას გვეკეთებ. ჩაის გვასმევს. თბილად თუ არ გაცნობს ხოლმე. აი გამოვისანი, ხო ხედავ? ნასკებს. ძმრიან წინდებს ხო არ გაცნობს ხოლმე. ხა როგორც ნახეთ, უფროსმა დებმა ლიკუნასკენ გამოიშვრეს ხელი, ყველაზე ხშირად ეს ხდება ავათო, მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს თლაციმართლე არ უნდა იყოს. ამის შესახებ შეგვიძლია ჩვენ მათ დედიკოს კითხოთ, რომელიც დარბაზში ზის ჩვენთან. პირველ რიგში, სანამ შეკითხვებს დაუსვამდეთ ერთმანეთს, მინდა გითხრათ, რომ თუ ბავშვი წელიწადში 12 ჯერ ციუდება, ეს ნორმა არის, ეს არ არის განსაკუთრებულად ხშირი ავადობა და ამის გამო პანიკის ატეხვა ნამდვილად არ არის საჭირო. პირველ რიგში გითხარით, მართლა ლიკუნა არის ყველაზე ხშირად დამნაშავე თუ თანაბრად? ლიკუნა, ანუ წელს მივიყვანეთ ბაღში და ალბათ ეს ბაღის ბრალი უნდა იყოს, მეც მაქვს ესეთი შეკითხვა. რატო ხდება, რომ საბავშვო ბაღში ცივდებიან და ვირუსები ტრიალებს ძალიან ბევრი. ვირუსების გავრცელება მართლაც განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა საბავშვო ბაღებში. ბაღის ასაკის ბავშვები ხანდახან ცხვირს ხელით იხოცავენ, ხან თვალში ამოისვამენ ხოლმე, ამ ხელით ეხებიან მერე სათამაშოს, რომელსაც სხვა ბავშვი შეეხება კიდე ამ სათამაშოს და აი ამ გზით შეიძლება ძალიან მარტივად გავრცელდეს ინფექცია. გარდა ამისა, სამწუხაროდ ბაღებში, სკოლებში, დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ზამთარში ძალიან
ერიდებიან ხოლმე ფანჯრების გაღებას და ოთახის განიავებას, იმიტომ რომ რატომაც ეშინიათ, რომ ბავშვები გაცივდებიან, როცა სუფთა ჰაერი შემოვა, ცივი ჰაერი ამ შემთხვევაში ზამთარში და ამიტომ ჩაკეტილ წრეში ძალიან მაღალია ვირუსების კონცენტრაცია ჰაერში და აქედან გამომდინარე ძალიან ადვილია, რომ ბავშვები დაავადდნენ. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირუსების თავიდან ასარიდებლად არსებობს ორი გზა. პირველი ეს არის გრიპზე ბავშვების ვაქცინაცია, ანუ აცრა, რომელიც შემოდგომაზე კეთდება. და ხელების ხშირი დაბანა. აბა ბავშვებო, თქვენ შორის ვის უყვარს ყველაზე მეტად ხელის დაბანა? ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში მაყურებელს ვასწავლეთ თუ როგორ უნდა დაიბანოს ხელი სწორად. უყურეთ იმ გადაცემას? დიახ. აბა როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი? აბა მითხარით? ხელების დაბანის დროს უნდა ვიმღეროთ ორჯერ დაბადების დღეზე რომ ვიმღეროთ სიმღერას. შეგიძლიათ ეხლა რომ იმღეროთ? დიახ. აბა მიდი იმღერეთ. დავიწყეთ. მაზი დღეა რანათელიზე მიტამ რომ დღეს რანათელის დღეა ყოჩაღ ბავშვებო, ძალიან კარგია რომ უყურებთ ჩვენ გადაცემას და ითვალისწინებთ ჩვენ რჩევებს, თან ძალიან კარგად ღერი ხართ. რისთვისაც დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ მშობლებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა ბავშვებზეც ვიფიქროთ ხოლმე და როდესაც ბავშვს რესპირატორული სიმპტომები აქვს, მაგალითად ხველა, სურდო, ყელის ტკივილი და ასე შემდეგ, ბავშვი უნდა დარჩეს აუცილებლად სახლში და სკოლაში და ბაღში არ უნდა წავიდეს. მოდი ახლა დედიკოს ვკითხოთ, უშვებს თუ არა ბავშვებს ბაღში და სკოლაში, როდესაც მათ რაღაცა ჩივილები აქვთ, ავად როცა არიან. სახლში ვტოვებ და სახლში არიან. ესე იგი თქვენ ძალიან გიხარიათ ხოლმე ავად როცა ხდებით, იმიტომ რომ სკოლაში აღარ მიკითხავთ, ხო? მე პირიქით სკოლა მიყვარს. მართლა რა ბეჭიდი ბავშვი ყოფილეთ. მე ძალიან მიხარობდა თქვენ ხელა რო ვიყავი, ავად რო გავხდებოდი, იმიტომ რომ სახლში ვრჩებოდი ხოლმე. ეს გიხდება გაკვეთილებზე. შენ? მე ვერ ვიტა. ბავშვებო, აი როცა აცივდება ხოლმე, ძალიან როცა ცივა გარეთ, დედიკო გიშვებთ ხოლმე ეზოში სათამაშო, თუ გეუნებათ რომ ძალიან ცივა და ვერ გაგიშვებთ. როდესაც ვიმეცადინებთ ხოლმე, ჩავდივართ ხოლმე ეზოში სუფთა ჰაერზე. მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად. და როცა ძალიან ცივა, მაშინაც გიშვებთ ხოლმე დედიკო ეზოში? იშვიათად. ხანდახან. აი ამ დროს ცდებიან ხოლმე მშობლები, ყოველთვის გონიათ ხოლმე, რომ როცა ძალიან ცივა, ბავშვი ეზოში არ უნდა ჩავიდეს. სინამდვილეში ცივეშიც კი ბავშვი აუცილებელია რომ ჰაერზე გავიდეს და დღის განმავლობაში 1 საათს მაინც ფიზიკური აქტივობით დაკავდეს. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ -1 გრადუს ყინვაშიც კი ბავშვებს ძალიან კომფორტულად შეუძლიათ ქუჩაში გარეთ ეზოში თამაში. ეს მათთვის აუცილებელიც კი არის, უბრალოდ მათ უნდა ეცვათ შესაბამისად. ძალიან ჩათბუნება, ზედმეტად ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა ნამდვილად არ არის საჭირო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთ დროს ბავშვს ეხუროს თავზე ქუდი. რაც ბავშვებს არ უყვართ ხოლმე. თქვენ გიყვართ ქუდის დახურვა? მაგრამ მეცხელა ხოლმე. ხო და ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე ბავშვებს ქუდის მოგლეჯვა. ბავშვებო, თქვენს და უფროსებმაც დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიცივეში სწორი ჩაცმა. პირველ რიგში ძალიან მორგებული, კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში პატარა არ უნდა კონდეს ბავშვს. ერთი ზომით დიდი თუ ექნება, კარგია ეს, იმიტომ რომ ფეხები თბილად ექნება და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქუდი. სითბოს ძალიან დიდი დანაკარგი შეიძლება მოხდეს ზუსტად თავის ზედაპირიდან. ანუ თავი არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად თბილად უნდა კონდეს. კარგით? უნდა გადავიდეთ კვებაზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და იშვიათად გახდეთ ავად. ცოტა ვითამაშოთ, ხო? ცოტა რომ გავერთოთ და ვითამაშოთ გამოცნობა. მე გეტყვით კონკრეტულ საჭმელს და თქვენ მითხარით, ამ საჭმელის ჭამა ყოველდღე არის შესაძლებელი თუ ხანდახან. კარგი, მოდი დავიწყოთ აი ამითი, აი. აბა ვის უყვარს ჩიფსები? აბა მითხარით, ახლა ყოველდღე შეიძლება ჩიფსების ჭამა თუ მხოლოდ და მხოლოდ ხანდახან? ხანდახან იშვიათად. ოჯახ, სტაფილოს ჭამა ყოველდღე შეიძლება თუ მხოლოდ და მხოლოდ ხანდახან? ყოველდღე. სტაფილო არის ძალიან სასარგებლო ბოსნეული და შეგიძლიათ ჭამოთ ყოველდღე, თუ სტაფილო არ გინდათ ყოველდღე, შეგიძლიათ კომბოსტოთი ჩაანაცვლოთ ან ჭარხლით და ასე შემდეგ. სტაფილოს წვენს ვსვამთ ხოლმე და ვაშლის ძალიან სასარგებლო არის, მაგრამ აი ჩიფსები რო ჩავანაცვლოთ, ახლა ჩიფს ყოველდღე ვერ შეჭამ, ხო? ამიტომ თუ გინდა რომ რამე აკნატუნო, შეგიძლია ეს ამოიღო ეს ერთი წელი სტაფილო და კარგად დააკნატუნო. კაი, აბა შემდეგ გამოცანაზე გადავიდეთ. აბა ვის უყვარს კანფეტები? ამასაც ხანდახან ჭამთ ხოლმე თუ ყოველდღე? ხანდახან. ძალიან გაწვრთნილი ბავშვები არიან და მგონია რომ ხანდახან მატყუებენ ხოლმე. არ მჯერა. ვაშლს? აი ესეთ ლამაზ წითელ ვაშლს. ყოველდღე უნდა ვჭამოთ თუ ხანდახან? ყოველდღე ვჭამთ ხოლმე. ჩვენ მწვანე ვაშლი უფრო გვაქვს. მწვანე, ხო, მწვანე აქ არ მაქვს, მაგრამ წითელი მაქვს, ესეც წავა, ესეც ძალიან სასარგებლო არის. კიდევ ერთხელ დაიმსახურეს აპლოდისმენტები ბავშვებმა, რა თქმა უნდა, სწორად გამოიცნეს. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც კანფეტი არ უყვარს, თუმცა კანფეტების ყოველდღე ჭამა ნამდვილად არ არის სასურველი. თქვენ ჩვენ გადაცემას უყურებთ ხშირად მე როგორც ვიცი და გეცოდინებათ, რატომ არ შეიძლება ბევრი კანფეტების ჭამა. სამაგეროდ შეიძლება და აუცილებელიც არის, რომ ხილი ჭამოთ ყოველდღე. აი მაგალითად ვაშლი, ზოგს წითელი ვაშლი უყვარს, ზოგს მწვანე, ზოგს ბანანი, ზოგს მსხალი და ასე შემდეგ. აბა ეხლა ჩამჭრელი შეკითხვა გაქვს მაგარი.
აბა მითხარით, ეხლა ლიმონათი ყოველ დღე შეიძლება რომ დავლიოთ თუ მხოლოდ და მხოლოდ ხანდახან. ხანდახან. ეს ბავშვები ვერაფერში ვერ გამოვიჭრიათ. ყოველ დღე რა უნდა დავლიოთ აუცილებლად? წყალი. ყოჩაღ ბავშვებო, ხანდახან რა თქმა უნდა, როცა თქვენი მეგობრების დაბადების დღეზე იქნებით, აუცილებლად შეგიძლიათ რომ ლიმონათი დალიოთ, ოღონდ ბევრს უნდა დალიოთ და როცა მოგწყურდებათ, ყოველთვის გახსოვდეთ რომ უნდა დალიოთ წყალი და მათ შორის მაშინაც უნდა დალიოთ ხოლმე წყალი, სანამ მოგწყურდებათ. სამივე გამოცანა გამოიცნეს ჩვენმა სტუმრებმა და აუცილებლად წაშით უნდა დავაჯილდოოთ. ატარებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ იყავით ჩვენი სტუმრები და ესეთი სასარგებლო რჩევები მიეცით ჩვენ მაყურებელს. გთხოვთ კიდევ ერთხელ წაშით გავამხნევოთ ჩვენი გოგონები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ უკვე დიდი ხანია თქვენი გარდერობიდან მუქი ფერის ტანსაცმელი გაქრა და სხვებიც ამჩნევენ თქვენს მხრებზე თეთრ მტვერს, მაშინ გადაცემის ეს ნაწილი სწორედ თქვენთვის არის. დღეს ექიმებში გაიგებთ, რატომ გიჩნდება თმაში ქერტლი და ისწავლით მარტივ გზას თუ როგორ დააღწიოთ თავი ამ უსიამოვნო პრობლემას. ქერტლი ეს არის თქვენი თავის კანის მკვდარი უჯრედები. ადამიანის სკალპი ყოველ 21 დღეში ერთხელ თავის კანის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. შესაბამისად, ძველი მკვდარი უჯრედების ჩამოცვენაში საგანგაშო არაფერია. ქერტლის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება შემოდგომასა და ზამთარში, რადგან ამ დროს ტემპერატურა იცვლება. სახლს ხელოვნურად ვათბობთ, გარეთ კი ცივა, ტემპერატურებს შორის სხვაობა, ეს ყველაფერი კი თავის კანს ძალიან აშრობს და კანი იქერცლება. აქერცლილი კანი თმასა და მხრებზე მტვერივით ეყრება, ეს კი დამეთანხმებით, რომ უსიამოვნოა ნამდვილად. ახლავე გასწავლით ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც ამერიკელებმა შემოგთავაზეს. ამისათვის მხოლოდ ზღვის მარილი დაგჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გაჩვენოთ. აბაზანაში შესვლამდე აიღეთ დაახლოებით 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი, დაიყარეთ თავზე და კარგად შეიზილეთ მასაჟის სახით. გასართობიც გაჩნდა. და სხვათა შორის ქერტლი კაცებში უფრო გავრცელებული პრობლემაა ვიდრე ქალებში, ასე რომ მამაკაცებსაც შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ეს მეთოდიკა და გაითვალისწინოთ ის, რასაც ჩვენ ახლა გირჩევთ. მე მგონი რაღაც სულს გვასწავლი, იმიტომ რომ ახლა ეს უფრო მეტ ქერტლს გავს და უფრო ცუდად გამოიყურება. იცი რა, ეს გვასწავლეს ამერიკელმა კოლეგებმა, სინამდვილეში ეს მარილის მარცვლები გაგაცლიან იმ მკვდარ ეპითელიუმის ზედაპირს და ქერტლის ფანტელებს და შესაბამისად ქერტლის წვენა ნაკლები იქნება. და მე კოტე ალბათ უნდა ჩამოვიბანოთ, ხო, ეს ხვის მარილი, ეს ხო არ ვივლით მარილიანი. ხვის მარილით თავზე არ უნდა ვიაროთ, უნდა დაიმუშაოთ რამოდენიმე წუთით, რბილი მოძრაობით, თითების ბალიშებით, შემდეგ უკვე ჩამოიბანოთ ჩვეულებრივი ნელთბილი წყლით და იმ შამპუნით, რასაც თქვენ საერთოდ ხმარობთ ხოლმე. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მეგობარ ფარმა დეპოს თანამშრომლებისათვის. ის რაც ახლა კოტემ გვასწავლა, მართლა ძალიან მარტივი საშუალებაა, რომელიც შესაძლოა თქვენც დაგეხმაროთ. მაგრამ ზოგჯერ ქერტლს უფრო სერიოზული მიზეზი აქვს, ვიდრე უბრალოდ მშრალი თავის კანია. როდის ხდება ქერტლი ნერვიულობის მიზეზი, ამ შეკითხვაზე სპეციალისტი გვიპასუხებს. მაშასე მიესალმეთ ჯანსაღი თმის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ქალბატონი ნინო ლორთქიფანი. გამარჯობა ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. დახარისხა შემოგთავაზებთ ნინო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ვისაუბროთ ახლა იმ მწვავე თემაზე, რასაც ქვია ქერტლი და მისი მკურნალობა, მოვლა და ასე შემდეგ, ხო? რა ფაქტორები არსებობს, რასაც ქერტლის გამოწვევა შეუძლია თუ შეიძლება მოგვი? თვითონ ქერტლს, რასაც მოსახლეობა ეძახის, მისი სამედიცინო ტერმინოლოგია არის სებორეული დერმატიტი. რომ გავმარტოთ, სებორეა თავისთავად ნიშნავს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბ სეკრეციას, გამოყოფას. ანუ ცხიმიანია თმა ამ შემთხვევაში და ასევე კანი. მაგრამ თუ ამ ჭარბმა სეკრეციამ გამოიწვია რაიმე პრობლემები, უკვე მე არის სებორეული დერმატიტი. ანუ თუ წავიდა ანთება, კლინიკურად გამოიყურება, რომ წარბების არეში, ცხვირის მიდამოში, ყურის უკან, მკერდზე, ნაოჭებში, ანუ სიწითლეა, ჰიპერემია, ქავილია, აქერცვა, ანუ ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარია ჩვენი სხეული, მუცლად ყოფნის პერიოდში პირველი, ყველაზე ჭარბად ცხიმის გამოყოფა ნაყოფი მთლიანად სქელცხიმშია, რათა სანაყოფე წყებმა არ დააზიანონ. ახალშობილების 70%-ში გვხვდება სებორეული დერმატიტი. ო, რა საინტერესოა. დიახ, ხო, აი თავზე აქვთ ხოლმე ყვითელი ქერქები, ან ახალშობილთა აკნეს ეძახიან ხოლმე. თქვენ ახსენეთ, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ მართლა ესეა, იმიტომ რომ ამის პროვოცირებას აკეთებს მამაკაცის ჰორმონი, დიჰიდროტესტოსტერონი, სწორედ ამიტომ მამაკაცებში უფრო მწვავედ მიმდინარეობს, უფრო ხშირია. მოდით ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მიზეზები, რაც იწვევს ამ სებორიულ დერმატიტს, ანუ ეგრეთ წოდებულ ქერტლს, რომ უფრო გასაგები იყოს
იყოს ჩვენი მაყურებლისთვის? ამ ყველაფერზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. აქედან რა თქმა უნდა გენეტიკური წინასწარგანწყობა, როგორც ყველაფერში სხვაში, ასევე გარემო პირობები, არასწორი კვების რეჟიმი. ეს წყალსრუღებულობ ძალიან კარგია. ასევე სხვადასხვა ენდოკრინული დაავადებები და პირველ რიგში მაინც ნერვული დაავადებები. ხალბატონო ნინო, მოდი დაუხსნათ მაყურებელს თუ როგორ უნდა დააღწიონ თავი ამ პრობლემას. ჭარბცხიმიანობა თავისთავად ეს არ არის ესეთი პრობლემა, იმიტომ ზოგს აქვს მშრალი კანი, ზოგს ჭარბცხიმი, ამას სჭირდება სპეციალური მოვლა. ანუ აუცილებელი ამ შემთხვევაში, რომ ადამიანმა ყოველ დღე უნდა დაიბანოს თავი. ანუ ცხიმი უნდა ყოველ ჩამოიბრეც ხოლმე, ესე ვთქვათ, სპეციალური საშუალება. არის ესეთი უსაპნო გელ-ქაფები ძალიან ბევრი და ასევე შამპუნები, ძალიან ბევრი შამპუნებია. ეს არის შამპუნები სელენის შემცვლელი, კუპრის შემცვლელი, ცინკის პიროთიონატის შემცვლელი შამპუნებია. მოვიწესრიგოთ კვების რეჟიმი, უნდა გამოვიყენოთ სპეციალური საშუალებები, რომელიც მოგვეხმარება, უნდა დავიბანოთ თავი ყოველ დღე, ან დღეში ორჯერ. როგორ უნდა ევიხმაროთ ეს დასაბანის საშუალებები? მუდმივად სამკურნალო შამპუნები უნდა გამოიყენოს ადამიანმა თუ არსებობს რაღაც რემისიის პერიოდები და ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ჩვეულებრივი ჰიგიენური საშუალებები მოიხმაროს? სამკურნალო საშუალებები უნდა გამოიყენოს კვირაში ორჯერ, ზოგის გამოყენება შეიძლება კვირაში სამჯერ და დანარჩენი უკვე ცხიმიანი თმისთვის ნებისმიერი სხვა შამპუნი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო, როგორ ისმება დიაგნოზი სებორიული დერმატიტის და ასევე როგორ მკურნალობენ ამას ჯანსაღი თმის ცენტრში. დიაგნოსტირება ხდება პირველ რიგში ტრიხოსკოპი, არის სპეციალური ესეთი აპარატი, ავტომატიზირებულ ციფრულ კამერას შეუძლია თვითონ დათვალოს თმის ღერის რაოდენობა. ნახოს თავის თმიანი არის ანუ კანი, სიზაღოვანი ქსელი, ასევე ჯანმრთელ ადამიანს 2 კვადრატულ სანტიმეტრში, სადღაც 300-500 ღერი თმა უნდა ქონდეს. როცა უკვე დიაგნოზი დაისმევა, ამის მერე სპეციალური სპა პროცედურა ტარდება, რომელიც მოგვაძლევს საშუალებას ქერცლი მოვაცილოთ პაციენტს მკურნალობის წინ, რათა სხივება უფრო ღრმად შეაღწიონ. აქ არის უკვე ლოკალური სპეციალური სავარცხელი. მკურნალობა კეთდება თავიდან კვირაში ორჯერ, 10-15 პროცედურაა საკმარისი სებორეული დერმატიტისთვის, მერე უკვე შესანარჩუნებლად შეიძლება კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ აკეთება ამას. ნინო, მე მაინტერესებს თუ არსებობს ქრონიკული სებორეული დერმატიტი, ანუ ქრონიკულად პრობლემა, როდესაც ადამიანს აწუხებს ქერცლი და ვერანაირი საშუალებით ის ამას ვერ მკურნალობს. ქრონიკული დაავადებაა, თავისი გამწვავებებით და თავისი რემისიებით. ძალიან ბევრ გამოჩენილ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მაგალითად ბილ კლინტონს აქვს ეს დაავადება, ძალიან ხშირად ეტყობა ხოლმე, კამერონ დიასს აქვს ეს დაავადება. ყოველ შემთხვევაში ესე იგი ქრონიკული ფორმაც კომპლექსური არსებობს. უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ გამომწვევით ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე კომბინირებულ მკურნალობას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო რჩევებისთვის. იმედი მაქვს, ბევრი პაციენტი მოვა თქვენთან და ისედაც გაითვალისწინებს ჩვენ რჩევებს და დაიმშვიდობება ქერტლს სამუდამოდ. ძალიან დიდი მადლობა ნინო. ცოტა ხანში ექიმებში. რა ასაკიდან შეგეძლიათ ბრეკეტების ჩასმა? მკურნალობის პერიოდი, რამდენი ხანი უნდა მეკეთოს მე მინდა რომ. თქვენ ადვილად აღწევთ. მოდით ახლა ერთი წუთით ყველამ გადავავლოთ თვალი ჩვენ საახლობლოს. აბსოლუტურად ყველას ყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელიც ყველაზე მეტ ჭამს ამ მეგობროში და მაინც ყველაზე გამხდარია. ყავთ ესეთი მეგობარი? აუცილებლად ყველას ყავს ესეთი. მაგის მეტი რა ყავს ხეს რა. აი ტორტის ყველაზე დიდ ნაჭერს რო ჭამს ხოლმე, ღამე რო იღვიძებს და ხაჭაპურს და ლობიანს რო ჭამს, კიდე ლუცაც რო დააყოლებს, დიეტაზე არასდროსო არ არის და მაინც ყველაზე გამხდარი რო არის. ან შეიძლება ესეთი მეგობარი თქვენ თვითონ ხართ და გარშემო ყველას ძულ ხართ, იმიტომ რომ გამხდარი ხარ და კარგ ფორმაში ხარ. და თქვენ შემთხვევაში როგორ არის? აისახება თუ არა თქვენი მიღებული რაციონი რეალურ წონაზე? აი ლევანის ყავს ეგეთი მეგობრები, სულ ტორტს რომ მიირთმევენ ღამის 3 საათზე და ხაჭაპურს. ლობიანებს. ჩემი მეგობრები ჭარბწონიანები არიან, მე ყველაზე ტანწერს ეტავარ. შენ ხარ ის საზიზღარი? მე ვარ ის საზიზღარი სულ რო ჭამს და რო არს უკ. გამოვავლინეთ საზიზღარი ლევანი. მოკლედ, რატომ ხდება რომ ზოგი ადამიანი სულ დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკრებს, ზოგი კი პირიქით ძალიან ბევრს მიირთმევს და საერთოდ არ სუქდება. სანამ ამ შეკითხვებს უპასუხებთ, მე ძალიან მინდა ვთხოვო სტუმარს სტუდიაში, იუმორისტი, ჩვენი მეგობარი, კარგი მჭამელი, მაგრამ მაინც გამხდარი, გოჩა თანდარაშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. სალამი პუტკუნი. სალამი. კაი მჭამელი რო თქვით, კაი მსმელი და კაი დამტკბელი რატო არ მიაყოლეთ ვერ გაიგე. აი კაი მსმელი თუ ხარ, ეხა წყალი დალია, ბახმაროს წყალია. კი ბატონო, გაიხარე. გითხარი ეხა მართლა გიყვარს ესე ჭამა თუ მიცია. ლეგენდები. მიცია თუ რეალურმა ნახეთ და არა, კი, მიყვარს. როცა ვჭამ, კარგად ვჭამ. კაცურად და გიყვარს. ხშირად ჭამ? გემრიელად. წეში 90 ჯერ. კი, ვჭამ ხოლმე დღეში, ორჯერ საკმაოდ ისე სუმცირე, ბარაქიან. ორჯერ ბარაქიანად ვჭამ. ხორცი რო არ ვჭამ, არ შეიძლება, დილით, შუადღე, არ შეიძლება თუ არა, არ შეგიძლია. არ შემიძლია, ხო. ყველი?
ყველი ნუ შეიძლება ყველის მე გარეშე მაგალითად გადავაგო. ყველის გარეშე შევიდე. ისა ხორცი და პური აუცილებლად უნდა შევჭამ. აი ეს სალათი რომელშიც ხორცი არ არის ვერ შევჭამ. ნუ ვერ შევჭამ როგორ ვერ შევჭამ, მაგრამ რატო შევჭამ? გიყვარს, როცა ხორციანი ცალი. თან კარგი ისეთი კალორიული და ბარაქიანი ჭამაყურები. ნუ ეს გემო ხო ცხარეები რაღაცები. ტკბილი უფრო ღამე. სერიოზული. ლუც თუ სამ. ძალიან ბევრს ვსვავდი. დაახლოებით 20-25 ბოთლი დღეში. 20-25 ბოთლი ლუდი დღეში? კი, ოღონდ მართლა. და ყოველ დღე. ნუ იყო დრო რომ ყოველ დღეს. შეიძლება ითქვას ეხლა მაგიტო ვეღარ ვსვავ. ეს კაცი არ უნდა მოგვეწვია გადაცემაში ჩვენ რა მგონი. ესეთი კითხვა არ გაგიგია შენ? რატო კაცო ამდენს რო ჭამ რაღაც, რატო არ სუქდები, ჭია ყავს? ახი. გაგიგია ეგეთი? როგორ არა. ყავსა თუთიყუში ყავს. ჭია არა. და კიდე ესეთი კითხვა, ამ შენ ჭიას ხო არ ყავს ჭია კაცო? ხო, კი არა. არის პრინციპრალია. ჭიების ინტერპრეტაცია. რა ჭია უნდა ყავდეს, ახლა წარმოიდგინე რომ ამდენი ჭამა და იმან მოიხმარა. მე არაფერი შემოჭა. აი შენ უნდა ყავდე ჭიას. ხო, ისო ეგაა. მოკლედ წინალგვირეში გოჩას მუცელში არც ჭია ყავს და არც გვერეშაპი. მიზეზი იმისა რომ ზოგიერთი ადამიანი ბევრს მიირთმევს და მაინც არ სუქდება, არის ბაზალური მეტაბოლური ხარჯი. გოჩა, იცი რა არის ბაზალური მეტაბოლური ხარჯი? ბაზარი სულ ფიქრობდი რომ ბაზალური ის ბრალი იყო. მეტაბოლური ჩვენ ახლა ადამიანურ ენაზე აუხსით ამღვრა. იფიქრობენ შენ ჭკვიანი კაცი რა, რატო არ იყავი დარწმუნებული რომ მაგის ბრალი იყო? რა იყო ისი? თვითონ ბაზალურში დარწმუნებული ვიყავი. მეტაბოლურზე მეტაბოლურზე ცოტა ისეთ ხდება არის ახლა რა. ეგ ორი იყო რა, ან ჭია უნდა ყოლოდა, ან ბაზალური მეტაბოლური ხარჯი უნდა ქონოდა და ჭია ძალიან მარტივია ხა. მარტივია, ყავს არ არის ეს. მოკლედ, როდესაც შენ ხარ დასვენებულ მდგომარეობაში, არ ახორციელებ არანაირ ფიზიკურ აქტივობას და უბრალოდ წევ ხარ, ან გძინავს, ან ისვენებ, აი ამ დროსაც კი შენ სხეულს სჭირდება გარკვეული ენერგია იმისათვის, რომ საბაზისო ფუნქციები შეასრულოს. ისუნთქოს, ტვირმა და გულმა იმუშაოს სათანადოდ და ასე შემდეგ. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას სუნთქვისთვის, თავის ტვინის მოქმედებისთვის, გულის მუშაობისათვის, ვიდრე სხვანი. რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძილშიც და დასვენების დროსაც უფრო მეტ კალორიასაც წვავს, ვიდრე სხვანი. შესაბამისად, როგორც ჩანს, შენ ამ ადამიანების რიცხვში ხარ, შენი ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ანუ სამედიცინო ერით რომ თქვათ, შენ გაქვს მაღალი ბაზალური მეტაბოლური ხარჯი. დაახლოებით გავიგეთ? აბა რა. ამ დოლარის პირობებში კიდე მეტი ხარჯი გინდა შენ. არა, მაღალი მეტაბოლური ბაზალური. მაღალი. ბაზალურიც. ბაზალური. არსებობს ადამიანები, ვისაც ბაზალური ხარჯი დაბალი აქვს, ანუ მათი ორგანიზმი უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, შესაბამისად ნაკლებ კალორიას წვავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უფრო მარტივად სუქდებიან. ანუ ესე იგი, როგორც მივხვდი, ესეთი ვარიანტია რა, ზოგი მანქანა ბევრს უწევს და ზოგი ნაკლებს. აი დაახლოებით ეგრეა საქმე. ანუ მე ბევრს ვწევ. ეს ყველაფერი არის თანდაყოლილი, ადამიანს ბუნებრივად აქვს კალორიების ხარჯის ან მაღალი, ან დაბალი ტემპი. ვისაც მაღალი აქვს, ის ძნელად სუქდება, ვისაც დაბალი აქვს, უფრო ადვილად სუქდება, რაც არ უნდა დიეტაზე იყოს და ცოტა ჭამოს. ზოგი ადამიანი ამბობს ხოლმე, ჰაერიც კი მას უქებსო, აი მართლა ესეა. მოკლედ უნდა გაგიმართლოს ყველაფერში ადამიანს. ანუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ გოჩამ რო ეხლა აი ეს ქათამი შეჭამოს, ამაღამ დაიძინებს და ყველა კალორია დილისთვის დამწვარი დახდება. შეიძლება ცოტა ხანი გავიდე და მოვიდე. სხვათა შორის იმათვისაც გვაქვს კარგი ამბავი, ვისაც დაბალი მეტაბოლური ხარჯი აქვთ, მათ რიცხვში შეიძლება ჭამის მოყარულებიც იყვნენ და უჭმელებიც. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ კალორიას წვავს ის. ანუ ვარჯიში და კუნთოვანი მასის მომატებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბუნებრივი მეტაბოლური ხარჯის ანუ ნივთიერებათა ცვლის ტემპი ააჩქაროთ. კუნთოვან ქსოვილს ისეთი ვარჯიში ზრდის, როგორც არის მაგალითად სიმძიმეების აწევა, აზიდვების ირბილი. შენ ვარჯიშობ გოჩა? მაგ ყველაფერს უყურებ ხოლმე ტელევიზორში. და ჭამფობე ამ დროს. დავდივარ ბევრს, უბრალოდ აი ფეხით დავდივარ ბევრს. ფეხით სიარული მშვენიერი ვარჯიშია სხვათა შორის. კი, საკმაოდ ბევრი კალორია იწვება ამ დროს. თქვა ფეხით დადიხარ, ეს ფეხით დადიხარ. იმიტომ რომ დღის განმავლობაში ვერ ახერხებ მოძრაობას თუ უბრალოდ გიყვარს. არა, მანქანა არ მყავს და იმიტომ. აი მაგალითად ეს ჩვეულებრივ გადაადგილების საშუალებაა შენ თვითონ 11 ნომრით დადიხარ როგორც სიტყვიან ხოლმე და ჩვეულებრივ ტელეფონზე საუბრის დროს თუ დგები და გადაადგილდები და მოძრაობ. აი დაახლოებით მეც მაქვს სხვათა შორის ტელეფონზე ვლაპარაკობ. გადირო იწება ეგრევე ხო? იმიტომ რომ ჩემ ოფისში ცუდად იჭერს ჩემი ტელეფონი და მიწევს ხოლმე. და გასასვლელი. მარტო ერთ ადგილზე იჭერს და იქ გავდივარ. მოკლედ ბაზალური ხარჯი შენსკენ არის გენაცვალე. სამსახურში ტელეფონი არ იჭერს, მანქანა არც ყავს, მარშრუტკა ეთყობა არ გიჩერებს, ვერ გცნობენ და დადიხარ ფეხით და ხარ. შვენიერ ფორმაში
თამაში არ მიჩვევი ნამდვილად. მოკლედ, ვარჯიში ენერგიის ხარჯვის მხოლოდ ერთადერთი გზა არ არის. სხვა უფრო მარტივი გზებიც არსებობს, როგორც უკვე ვთქვით, ტელეფონზე საუბრისას სიარული. უბრალოდ ზიხართ და წერებს ათქვაშებთ. ან თითებს აკაკუნებთ მაგიდაზე, ან თუნდაც ავტობუსის გაჩერებაზე გადიხართ და გამოდიხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ და შესაბამისად მეტ კალორიას წვავთ. ასე რომ ბევრი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ და იყავით ლამაზები და ჯანმრთელები. როგორც მე. რეგამ უკვე გესაუბრება რა არის ბაზალური მეტაბოლური ხარჯი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ეს კაცამი შენ შეგიძლია მიირთო. აჰა, მადლობა. დაგელოდებით და დამეწვიეთ. მართლა ეს სიამოვნებით, ცოტა დავჭა და მალე მოვდივარ. გადაგირჩა რამე კი. კაი, გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა. შემალი არ დაახვედრო. აბა როდის უფრო მოგწონვართ? როცა ვიღიმი თუ როდესაც არა, ეგეთი ღიმილი არ გვაწყობს, როცა კბილები გიჩანს. აჰა. მეც ასე მგონია, როდესაც ვიღიმი უფრო დადებითად გამოვიყურები, ყოველ შემთხვევაში ადამიანს უნდა გაუღიბო მაქსიმალურად ბევრი, რომ განაწყო შენდამი კარგად და პოზიტიურად. და მე მგონი იმაზეც ვთანხმდებით, რომ ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას ერთნაირად მომხიბვლელი ღიმილი სამწუხაროდ არ აქვს ხოლმე. შენსავით ყველას არ გაუმართლა ყოთე. ეს დიდი ხანია ყოთე პრობლემა აღარ არის, არსებობს მედიცინის დარგი, რომელსაც ამის გამოსწორება ნამდვილად შეუძლია. პროქტოლოგია. ამ დარგს ორთოდონტია ქვია და სწორედ იმაზე ზრუნავს, რომ თქვენ სწორი, თანატოლი და ბზინვარე კბილები გქონდეთ და რაც მთავარია, გქონდეთ ლამაზი ღიმილი. როგორ მიიღწევა ლამაზი ღიმილი, ამაზე სპეციალისტი დაგველაპარაკება, მიესალმეთ კლინიკა დენსის ორთოდონტი მანანა ღვალაძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ბახმაროს წყალს მიირთვით, იქნებით ჯანმრთელი და ისეთივე ლამაზი, როგორც ახლა ბრძანდებით. და ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღწევა ლამაზი ღიმილი. მინდა გითხრათ, რომ ლამაზი მოხდენილი ღიმილი ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღესდღეობით ის ასოცირდება გარკვეულწილად წარმატებასთან. და წარმატებულ ადამიანთან. სწორედ აი ამ ჯანსაღი ღიმილის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი დიდი წვლილი მიუძღვის ორთოდონტის ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, მკურნალობის საშუალებას ბრეკეტებს, რომლებიც ყველამ ძალიან კარგად იცით. დაახლოებით ასე გამოიყურება ბრეკეტები პირის ღრუში. რისთვის არის ეს ბრეკეტი, რას ემსახურება? ბრეკეტები ემსახურება კბილთა რკალის გასწორებას, როდესაც ჩვენ თქვათ, არ გვაქვს კბილთა დგომა სწორი, თავიდანვე გარკვეულწილად გენეტიკურად განწყობილი და გვინდა რომ ეს კბილთა რკალი იყოს სწორი, იმიტომ რომ ელემენტარულად გარდა ჯანსაღი ღიმილისა ეს აუცილებელი არის სწორი ფუნქციონირებისთვის. ასაკში ვიყენებთ ამ ბრეკეტებს. ძალიან აქტუალურია ის ახალგაზრდობაში, მოზარდებში ამ ეტაპზე და შემდგომშიც მე მინახავს უკვე საკმაოდ ასაკოვანი ხალხი ბრეკეტებით, მაგალითად ჩემმა ერთმა ნაცნობმა 50 წლის ასაკში გაისწორა თანკბილვა. ზოგადად რაღაც შეზღუდვები ასაკობრივი ამას არ აქვს, როგორც მე. უფრო ქვედაზღვარი აქვს ასაკობრივი შეზღუდვის, ეს არის დაახლოებით 12 წლიდან ზევით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება უფრო პატარა ასაკის პაციენტებიც ყავდეს ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე. ზედაზღვარს ნუ მკითხავთ, იმიტომ რომ შესაძლებელი არის მისი გამოყენება უკვე 40 წლის ზევით და 50. მათ შორის იმ ასაკში, როცა საკუთარი კბილები აღარ აქვს ადამიანს, უკვე პროტეზე შეიძლება. მაგასაკში ნამდვილად არა, მაგრამ ოდესაც საკუთარი კბილები ცოტა გვაქვს დარჩენილი, არასწორად დგომი და გვჭირდება იმპლანტაცია, გვჭირდება ორთოპედიული ჩარევა, აი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თქვენი არსებული კბილები იყოს სწორად განლაგებული, როგორც ერთგვარი კარკასი, რომელზეც შემდგომ დანარჩენი სამუშაო აეწყო. ცოტა ხანში ექიმებში რა სასარგებლო თვისებები აქვს ყავას და ჩაის? მე მაინც მგონია, რომ ჩაი უფრო სასარგებლოა. ეგ არის. მკვეთრად ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს. ყავა, ჩაი არა. ესეთი ამბავიც გამიგია, რომ გაიკეთა ბრეკეტები ჩემმა ბავშვმა და ვერ შეეგუა, მოგვიწია ამდენი ფულის გადაყრა. აი ეს რას ნიშნავს? ვერ შეგუება და რამდენად მოსახერხებელია ამათი მოხმარება, ესე თქვა, იმიტომ როგორც ვიცი, ხანგრძლივია საკმაოდ. მინდა გითხრათ, რომ თვითონ ბრეკეტები ნამდვილად კომფორტულია. უბრალოდ, აი ნახეთ, პირის ღრუდან აბსოლუტურად არ არის არანაირი დანამატი. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია არის არასწორად გადმოცემული, იმიტომ რომ ეშლებათ პაციენტების მიერ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ესეთ მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატებს ეძახიან ბრეკეტებს. ეს არის ფირფიტოვანი აპარატები. აი ესეთი, რომელიც არის მოსახსნელი და რა თქმა უნდა ნაკლებად კომფორტული არის პაციენტისთვის.
ხშირად ზუსტად აი ამას ეძახიან და უწოდებენ ბრეკეტებს, ასევე რაც არასწორია და გარკვეულწოდ არასწორ ინფორმაციულ წარმოდგენას ქმნის ამ ყველაფერს. რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პაციენტი? ეს არის შეუცვლელი ფირფიტოვანი მოსახსნელი აპარატი 12 წლამდე ასაკში. 12 წლამდე ასაკში. ამას და ბრეკეტს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ხო რეალურად? რეალურად დანიშნულება ერთია, კოლთარკალის გასწორება და პრობლემის მოგვარება. უბრალოდ მეთოდიკა არის სხვადასხვა. მე მინახავს თინეიჯერების ასაკში, როდესაც ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ფერადია, სხვადასხვა ფერის არის, რაც პირიქით წამახალისებელია. მულარზე მაგალითად ზუსტად წარმოდგენილი არის გამჭვირვალე ბრეკეტები, რომლებიც ბევრ პაციენტს აძლევს საშუალებას სამუშაო გარემოში აი ეს ბრეკეტები იყოს უხილავი. ხშირ შემთხვევაში ეს არის საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბანკებში მუშაობენ და აი ეს ბრეკეტი მაგალითად დაახლოებით 2 მეტრიდან არ ჩანს. თინეიჯერებისთვის დიდ აქტუალურობას მაგალითად არ წარმოადგენს გამჭვირვალე მეტალის ფერადი რეზინებით, როგორც აქ ხედავთ, თვითონ ფერადი ბრეკეტები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი. არის კიდევ ძალიან მორგებული ბრეკეტის სისტემა ადამიანებისთვის, მაგალითად, რომლებიც ხშირად გადიან საზღვარგარეთ, თავის ჩამკეტიანი ბრეკეტები, ასე ვთქვათ, გასაგებენაზე რო ახსნა, რაც იძლევა იმის კომფორტს, რომ მაგალითად პაციენტს არ მოუწიოს საზღვარგარეთ 2-3 თვიანი გასვლის დროს, იქ ექიმთან მისვლა. დიახ. როგორ გამოიყურება ბრეკეტები, გავიგეთ, როგორ ხდება თვითონ ამ ბრეკეტების შერჩევა და მორგება კონკრეტულ პაციენტზე? ნამდვილად ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და აუცილებლად ხდება კონსულტაციაზე. ბრეკეტის ფიქსაციამდე კლინიკა D-ში შემოსულ პაციენტს უტარდება პირისხრუს დათვალიერება. პირისხრუს დათვალიერების მერე აუცილებლად ხდება სურათის გადაღება პირისხრუს აპარატის და დიაგნოზის დასმა. ბრეკეტის ფიქსაცია ხორციელდება იმ პაციენტებთან, რომლებსაც გამოხატული აქვთ კბილთა არასწორი დგომა, ეს შეიძლება იყოს ფრონტალურ არეში კბილთა მჭიდრო დგომა, ეშვების დისტოპია და აგრეთვე თანკბილვის ანომალიები და მათ აქვთ ესთეტიკური დისკომფორტი. ეს პროცედურა პაციენტისთვის არის სრულიად უმტკივნეულო. ფიქსაციის შემდეგ პაციენტს ეძლევა რჩევა დარიგების ბარათი, ასწავლით პირისხრუს მოვლას, ბრეკეტის ჰიგიენას, კვების თავისებურებას და ენიშნება ვიზიტები თვეში ერთხელ ბრეკეტის გასააქტიურებლად. ყოველივე ამის შემდეგ კურნალობის ბოლოს ვიღებთ ჩვენ უკვე ესთეტიკურად ლამაზ და ჯანმრთელ ღილას. საზოგადოებას შესაძლოა გავრცელებული მოსაზრება, რომ ბრეკეტები იწვევს გარკვეულ პრობლემებს პირის გულში, საჭმლის ნარჩენების დაგროვება, შესაბამისად კარიესი, ღრძილების ანთება, ლორწოვანის ანთება. რა საფრთხეები არსებობს, რო გითხრათ და ეს მოგონილი ამბები, მითები დავამსვი. ძალიან კარგია, რომ ამის საშუალება გვექნება უთხრათ პაციენტებს, რომ 99% აი ეს პრობლემები დაკავშირებულია ჰიგიენასთან. ალბათ აქტუალურობას კარგავს იმ დროის გამოყოფა, რაც მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ყოველი ჭამის მერე დავუთმოთ აი ამ ჰიგიენური სტატუსის შენარჩუნებას. ასე დროს, როცა ბრეკეტები უკეთეა, ადამიანს განსაკუთრებული ზომებია, რამედასაც ჰიგიენის შეუულებრივი. ბრეკეტებისთვის სპეციალური კბილის ჯაგრისები კი არსებობს, აი ბატონო, როცა მაგარი, ძალიან რომელიც მჭიდრო დგომა ზუსტად არის, კი, მაშინ არის სპეციალური პატარა ზღარბუნა ჯაგრისები. თუმცა დამიჯერეთ ყოველი საკვების მიღების მერე 5 წუთი რომ დაუთმოთ საკუთარი პირისხრუს მოვლას ჩვეულებრივი ჯაგრისით. ნამდვილად მიიღეთ იგივე შედეგს. ასაგებია, რომ ჰიგიენა მჭირდება და ყოველი კვების შემდეგ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხარ შეიძლება იყოს, რომ რაღაც დიდი დრო მიაქვს ამას, ეჩვევა ადამიანი და ამ შეგუების პროცესში ავიწყდება. კურნალობის პერიოდი, რამდენი ხანი უნდა მეკეთოს, მე მინდა რომ თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ. უბრალოდ ესე ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება იყოს 8 თვე, შეიძლება იყოს 10 თვე, შეიძლება იყოს 3 წელი. 3 წელი შეიძლება ადამიანს? შეიძლება იყოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნება უნდა იყოს, როდესაც ბრეკეტები მოხსნის დრო მოვიდა და უკვე რკინებისგან თავისუფალი ძალიან მაგარი ღიმილი გაქვს. განსაკუთრებით 3 წლის მერე. რა თქმა უნდა, სტუმრად ყავს ადამიანი, რომელსაც ეს შეგრძნება თავის თავზე გამოსცა და გამარჯობა. პირველ რიგში გაგვიღიმე. მოგესალმებით. რამდენხანს ატარე ბრეკეტები? ბრეკეტები ვატარე ზუსტად 2 წელი. მიუხედავად იმისა, რომ დრო ძალიან დიდი იყო, ღირდა ამ ყველაფრის. ნამდვილად ღირდა შედეგის სახეზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს პირველ რიგში და ექიმსაც. ახლა ყველამ ერთად გავიღიმოთ ფართედ და ჯანსაღად. აუდილა ყავით თუ არ დავიწყე იმ დღეს თავს ვერ ავწევ ბალიშიდან ესეთი ფრაზები არ გსმენიათ? მე გამიგია ხშირად. დილით ყავა თუ დავლიე, მე მთელი დღე გული ხელით მიჭირავს, ეგეც გამიგია. მოკლედ, ჩაი თუ ყავა.
მე მგონი ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. აბა ვის რომელი გირჩევნიათ? მე პირადად გაქანებული ჩაისტი ვარ. ნინო შენ? მე ყავისტი ვარ კოტე. ყავისტი, მაშინ დატოვე ეს ადგილი რა. ზანდი აქეთ მე მივდივარ ყავისკენ. ლევან, შენ მე მგონი ჩაისტი მოყვარული ხარ. მოდი ჩაისტი ვარ და მოვდივარ შენთან. აბა დარბაზში როგორ არის საქმე? მოდი ჯერ ავწიოთ ხელი მათ, ვისაც ყავა გიყვართ. ყავა უყვარს დაახლოებით, ნუ ალბათ ნახევარს. აბა ჩაისტები. აბა ჩაისტები რამდენი ვართ? ორ-ორი ხელი აწიეთ ჩაისტები. რა მეტენი ვართ რა ლევან რა, მაგრაცა მეტენი ვართ რა. სინამდვილეში ორივეს ჩაისაც და ყავასაც აქვს თავისი ძალიან ბევრი დადებით და უყურყოფით თვისება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ჩაი უფრო სასარგებლოა. ეგ არის. არავითარ შემთხვევაში ბატონებო, საიდან მოიტანე? რატო აქვს ჩაის უფრო კარგი რეპუტაცია? რა კვლევას ეყრდნობით კოლეგა? იმიტომ რომ მე და კოტეს ჩაი უფრო გვიყვარს. საკმარისია. მე გეტყვი რატომაც. ყველა მიცის რომ ყავას დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია და ამის გამო უყურებენ როგორც რაღაც ნარკოტიკულ საშუალებას და აი არ მინდა მიეჩვიო ყავას, თორე რაღაც მე დამოკიდებული ხდები და ამიტომ როგორც სასარგებლო სითხეს ყავას არ აღიქვამენ სამწუხაროდ. თორემ ყავა უფრო პატივსაცემისასმელია დამერწმუნეთ და მე ამას დაგისაბუთებ თუ რატომ. მაშინ მოდი ჩამოვთვალოთ ერთის სასარგებლო თვისებებიც და მეორეს სასარგებლო თვისებებიც და სამართლიანად გადავწყვიტოთ თუ რომელი სჯობს ამ თავიანთი სასარგებლო თვისებებით. დემოკრატიულად. გისმენთ, ოღონდ იმ პრინციპით არა თქვენ რო გევასებათ და კაია. კარგი, გამოვრიცხოთ ეგ მომენტი, გამოვრიცხოთ, კი ბატონო. თუმცა საკმაოდ ძლიერი არგუმენტი იყო, მინდა ვთქვა. ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი. პირველი, მეცნიერებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ჩაი ამცირებს მკვეთრად კიბოს განვითარების რისკს. ეს მხოლოდ მოსაზრებაა. არაფერს არ ვიგონებ, ამაზე არსებობს კვლევები, დადასტურებული, ჩატარებული და დამტკიცებული. რომელი სიმსივნის კერძოდ? რა მნიშვნელობა აქვს რომელი სიმსივნე მოკავს ადამიანს? ნებისმიერი სიმსივნის რისკი როცა შემცირდება, ჯობს ჩაი მიირთვათ. მე კიდე უკეთეს გეტყვი სიმსივნესთან დაკავშირებით. ყავა არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქედან გამომდინარე განსაკუთრებით ის ძალიან კარგად მოქმედებს ღვიძლის ქსოვილზე. თურმე, ესეც კვლევებით არის დადასტურებული და ღვიძლის კიბოს შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს და მათ შორის ციროზის განვითარებას. განვითარებას და ასევე ძალიან კარგად მოქმედებს დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ხო? კი ბატონო. დამტკიცებულია ავსტრალიაში ჩატარდა კვლევა და კვლევა მაჩვენა, რომ დიაბეტი ტიპი 2 7%-ით უფრო ნაკლებად ვითარდება პაციენტებში, ადამიანებში, რომლებიც ყავას მიირთმევენ. კოტე მოიფიქრე რაღაცა და დავუღუპეთ. სამაგეროდ ჩაი ამცირებს გულის შეტევების რისკს 11%-ით. და გულის შეტევებით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება სხვათა შორის. ძალიან ბევრი და სხვათა შორის ეს ინფორმაცია, რასაც მე ახლა გეუბნები, დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით. მეც აბსოლუტურად ყველაფერს კვლევებზე დაყრდნობით გეუბნებით მინდა გითხრათ. ასევე დავამატებ, რომ ყავაში არის ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერება, მაგალითად ბეჭდგუფის ვიტამინების მთელი სპექტრია და ასევე ძალიან ბევრია კალიუმი, რომელიც ძალიან საჭიროა ზუსტად გულის ფუნქციონირებისთვის. თუ კი ნამდვილ ყავაზეა საუბარი. კი ნამდვილ ყავაზე, ასევე როგორც ნამდვილ ჩაიზე. ყავა ასევე მინდა გითხრათ, რომ აუმჯობესების მეხსიერებას ყოველგვარი კვლევის და ზედმეტის გარეშე პირადი გამოცდილებით გეუბნებით, ამას შეგიძლიათ დამიჯეროთ. მე მაქვს კიდე ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი. აბა რა არგუმენტია? კონიაკს ჩაი უფრო უხდება. ნამდვილად ძალიან ძლიერი არგუმენტია და კიდევ ერთხელ აი ეს ამ არგუმენტის დამყარება. ყავისჭიქა ძალიან ესეც ძალიან კაი არგუმენტია. და კოტე ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე, ესევე კვლევებით არის დადასტურებული და ძალიან საინტერესოა, რომ მკვეთრად ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს. ყავა, ჩაი არა. და რა, ჩაია ზრდის თუ რა? ეს ამცირებს. სამაგეროდ ვინც ბევრ ჩაის მიირთმევს, ის უფრო კარგად ფიგურაზე დგას და ნაკლებ წონას იწონის. ჩაი ცხიმის წვას უწყობს ხელს და სხეულში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გვეხმარება რომ სასურველი წონა შევინარჩუნოს. ეს როგორი არგუმენტია? ფიგურას არც მე და შემიძლია. რაღაცა არ შემიძლია. კოტე გამოვაჩინოთ ფიგურა? არა, ნუ არა, ჩვენ თუ ფიგურას გამოვაჩენთ, არა, შემონება. ეს ხა მეგობრებო, უკაცრავად დამშვიდით წაგებისკენ მიდიხართ და აღელდით მე მესმის თქვენი, მაგრამ ყავაში თუ რძეს დავამატებთ, ეს ხო დამატებით კალციუმია და ახლა წარმოიდგინეთ რა სასარგებლოა. ეს ყავას არ ეხება, ეს უკვე რძე არის. ეხება, იმიტომ რომ მაშინ ვიტამინების კომპლექსი ჩავყრე ჩაიში და ჩაის თვისება იქნება, ისე რძის დალევა და აი ყავით ისინი შესანიშნავად მიირთმევენ. ასეთი რაოდენობით რძეს ჩემონიდო. ყავით ვერც ერთი ადამიანი ვერ მიირთმევს რომ კალციუმის დოზა აწიოს თავის აბა ორგანიზმში. ნამდვილად მიირთმევს. არ დაიჯეროთ ეს. არგუმენტები ბევრი იყო და საინტერესო ზოგი კვლევებით გამყარებული და ზოგი არა, მაგრამ ვინმე დაინიშნა ანგარიში. კი, თქვენ თქვით რაღაცა 3, 4 და ჩვენ 7, 6 რა. 7, 6 ნეგატიური? არა და ამბობდა რომ მეხსიერებას აუმჯობესებს. არა, წაგებაში ხართ ესა მეგობრებო, აი.
ჩაის ნაყენი კარგია კანისთვის. ნაყენი არ ვიცი, აქ დალევაზეა საუბარი, ნახარშის გადავლება, შარდი და ბებია ჩემს უშველა, არ მინდა არაფერს. ჩაი არის შარდმდენი საშუალება, რომელიც უხდება თირკმლების გაფილტრას. ჭაჭებისთვის არის კარგი. ჭაჭებისთვის არის ძალიან კარგი. ყავაც ძალიან შარდმდენია მაგაში. ხო, მაგრამ უფრო მათ მეტად შემთხვევაში შარდმდენია. ანტიოქსიდანტური ფუნქცია კი აქვს, მაგრამ თირკმლებში კენჭების გაფილტრას ყავა ხელს არ უწყობს პირიქით. ყავა წყალთან ერთად ძალიან კარგი შარდმდენია. შარდმდენის მიუხედავად, რაც მწვანე ჩაის ახასიათებს ხომ რომ გაკარგინებს ძალას და ენერგიას, ეს გაკარგინებს შარდს, შავი ჩაი გვიყვარს. მაგრამ ვიტოვებს ენერგიას მართალი ბრძანდებით. ყავა ასევე გვაფხიზლებს და ენერგიას გვმატებს და ვისაც ენერგია და სიფხიზლე არ გვაკლია, როგორ არის იქ საქმე? კიდევ უფრო გამოგაფხიზლებს და უფრო მეტ ენერგიას მოგცემს. და რა თქმა უნდა, ტვინის მუშაობასაც ძალიან უწყობს. ფოტოშოპს ეგ ინდივიდუალურია, ზოგზე როგორ მოქმედებს და ზოგზე როგორ. ცოტა ხნის წინ ვირთხებზე ჩაატარეს კვლევა ამერიკაში და ამ კვლევამ აჩვენა, რომ ზარმაცი თაგვები კოფეინზე აქტიურდებიან, მაგრამ ისედაც აქტიური თაგვები კოფეინით პირიქით უფრო ითენთებიან. აი მე ზუსტად მაგაზრზე ვარ. ყავა არის იმათვის, ვინც ცოტა ზარმაცი და ნაკლებად აქტიური ტიპია. ვინც ისედაც სულ ფორმაში ვართ, იმათ ყავა არ გვჭირდებათ, ჩემო ნინო და ჩემო დათო. ჩვენ ისედაც აქტიური თქვენი ეს კვლევით დასწორდება, მეგობრებო, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე ზარმაცი ერი ვართ მთელს რეგიონში. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემის სტატია ვნახე, რომელიც შეეხებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაის და ყავის მოხმარების თანაფარდობის თემას და რა იყო ამ სტატიაში განხილული? ის თუ საქართველოს ყავის მოხმარების მიხედვით რეგიონში იყო ლიდერი. და თუ ამით იმის თქმა გინდა რომ ყავამ გაიმარჯვა? მე თქმა არ მინდა, ეს დადასტურდა უკვე ფაქტებით და გამყარდა კვლევებით. სანამ გამარჯვებულს გამოვავლენთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ჩაის დალევამ საკვებიდან რკინის ათვისებაში შეიძლება ხელი არაფერი არ შეიმუშაოს. ვარგა ჩემო და რკინა კი აუცილებელია ორგანიზმისთვის, კიდევ როგორც ერთხელ ბევრი არაფერი არ ვარგა. მაშინ ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ყავის მიღება გულისთვის სისხლის მიწოდებას აფერხებს და თან კბილებისთვისაც მაინც და მაინც კარგი არის. კბილებს ჩაიც არ უხდება. მოდი ახლა ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ზედმეტი არაფერი არ ვარგა, ყავაც და ჩაიც კარგი სასარგებლო და გემრიელია და მაშინ, როდესაც ზომიერად მოვიხმართ. დღეში 2, მაქსიმუმ 3 ფინჯანი ყავა საკმარისია. ასევე ჩაიც, სასარგებლო თვისებები ორივეს გააჩნიათ. ყავას უფრო მეტი. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების საკითხი, პირადად თქვენ რომელს აიჩევთ, ყავას თუ ჩაის, მთავარია გახსოვდეთ ზომიერება. ექიმები კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.